სოფელ ძირკოქში 113-ად გაიმართა გრანდიოზული ჭიდაობის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. კახეთის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გოჩა ტატიშვილის ინფორმაციით 4 წონით კატეგორიაში ჩატარებულ ასპარეზობაში 100-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი და საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქუთაისელი საბა ინანეიშვილიც იყო. წინა წლების მსგავსად გურჯაანის სპორტულმა გაერთიანებამ შესაბამისი ხარისხის მედლებთან, სიგელებთან, სამახსოვრო თასებთან და ვეებერთალა ჭედილასთან ერთად ამჯერადაც სოლიდური ფულადი პრემიები დააწესა. საჭიდაო არენაზე შეკრებილი უამრავი მაყურებლის განსაკუთრებული სიმპათია კი ადგილობრივი სპორტული გაერთიანების ერთ-ერთ საუკეთესო ძიუდოისტს, საქართველოს ჩემპიონ გიორგი კახაბერს ხვდა წილად, რომელმაც 2 მეტოქე ბრწყინვალე სტილში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, თუმცა დაპირისპირებაში მიღებული სერიოზული ტრამვის გამო შეჯიბრზე ვეღარ გამოვიდა და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. გრანდიოზულის ფალავანის ტიტული კი საბა ინანეიშვილმა მოიპოვა. შეჯიბრებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის გუბერნატორი პლატონ კალმახელიძე, კახეთის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა ტატიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელი ზაზა შოშიაშვილი ესწრებოდნენ. დღეს გავხდი ამ ტურნირის გამარჯვებული და ამის გამო ვარ ბედნიერი. იყო ძალიან კარგი ტურნირი, კარგი ორგანიზება, საკმაოდ კონკურენტული მოწინააღმდეგეები იყვნენ და კარგი შეხვედრები გამოვიდა. საბოლოო ჯამში ყველა წონაში მიულოცავ ბიჭებს, მედლებს. მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტს და ესეთი კარგი ღონისძიებები ხშირად უნდა იმართებოდეს არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოში, ვისურვებდი რომ დასავლეთ საქართველოში ხშირად ყოფილიყოს ესეთი ტურნირები და მე პირადად ქუთაისიდან ვარ, ოფშკუთი არის ჩემი სოფელი და თუ იმერეთშიც გვექნებოდა ესეთი ტურნირები, იქაც შევძლებდით იმერელი გულშემატკივრების თვალწინ გამარჯვებას და მათ გახარებას. მოგეხსენებათ, რომ ქართული ჭიდაობა არის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც იუნესკო-თ არის აღიარებული, ამას განსაკუთრებული დაცვა და მორთქილება ჭირდება. ზუსტად ასეთი ღონისძიებები, რომელიც აქ ტარდება, ასეთმა ღონისძიებებმა უზრუნველყო, რომ თაობიდან თაობას გადაეცა ქართული ჭიდაობა და მოვიდა დღევანდელ დღემდე. თვითონ ეს ღონისძიება, რომელიც გურჯაანში ძირკოქში ტარდება ტრადიციულად 100 წელზე მეტია რაც ტარდება და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთი ტრადიციები სოფლებში შენარჩუნებული იყოს, ხარდაჭერილი იყოს და მხოლოდ ასე შეიძლება ის ძლიერი ტრადიციები და ფესვები, რომელიც ჩვენს ერს აქვს, ის იდენტობა, რომელიც საქართველოს აქვს, ასე მოხდეს გადაცემა თაობიდან თაობას. ქართული ტრადიციების შენარჩუნებისა და ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები. დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოქში ტარდება ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ვხედავთ თუ რამდენი მონაწილე იღებს, რამდენი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს, უსურვო წარმატება ყველა მონაწილეს და მინდა ვთხოვო სხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, სოფლებს, რომ მიბაძონ ძირკოქის სოფელ ძირკოქს და ხელი შეუწყონ მაქსიმალურად ქართული ჭიდაობის განვითარებას. ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიციაა, ჩვენთვის ძალიან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთი ღონისძიებები გვაძლევს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები და ქართული ჭიდაობა. მინდა გამარჯვებულებს მიულოცო და მადლობა გადაუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც დღევანდელი დღის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. მე რასაც უყურებ, ძირკოქი წინ და წინ მიდის უკვე ამ მოჭიდავეების ხარისხით მომზადების